5 ნოემბრის დღის ბოლოა. სხვა ჟურნალისტებთან ერთად ვდგევარ თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სხვა ადამიანების ამბების ნაცვლად დადგებოდა დრო და საკუთარივე რეპორტაჟი ჩემი ამბის თხრობით დავიწყებ. აგერ ჩემი ოპერატორი. აი ოპერატორი. შაბათის ფორმულასთვის ვმუშაობთ რეპორტაჟზე სათაურით, ვის აპატიმრებენ რუსთაველზე და საკუთარივე რეპორტაჟის ერთ-ერთი გმირი ვარ, ვინც ძალადობრივი დაკავების მსხვერპლი გახდა. სრულიად მოულოდნელად თავს მესხმის 6 კაცი და მაიძულებს ჩავჯდე საპატრულო მანქანაში. ნაცვლად იმისა, გითხრას რომ დაკავებული ხარ, ძალის გამოყენებით მიგათრევს მანქანამდე, სადაც როგორც კანონმორჩილი ძალადობის გარეშეც მიხვალ. მაგრამ არა, აქ მთავარი ძალის დემონსტრირებაა. ამ რამდენიმე კადრში შეშინებულიც ჩვენება საკუთარი თავი, მაგრამ შეშინებულზე მეტად მერწმუნეთ გაბრაზებული და გაოგნებული ვარ. ფორმულას ჟურნალისტია, ჩემი კოლეგა. ცდილობ ტელეკომპანია ფორმულას კუთვნილი მიკროფონი ჩემს ოპერატორს მიშო მარტაშვილს მივაწოდო, რომ იმ შემთხვევაში თუ პატიმრობა მომიწევს, არ დავკარგო, მაგრამ ჩემი მცდელობა ამაოა. ნამდვილად ფორმულას ჟურნალისტია, მთელი დღე მუშაობდა. არის ტელეფონი. პოლიცია მალევე დარწმუნდა, რომ ნამდვილად ჟურნალისტი ვარ და გამათავისუფლა. ბოდიშიც მომიხადა. ბოდიში მძლავრი რამეა, ცხადია პატიება შემიძლია, მაგრამ ძალის გამოყენება და დაუცველი მოქალაქეების ძალადობით დაკავების ნამდვილი ამბები ამ ბოდიშზე უფრო ძლიერია. საკუთარ თავზე დიდხანს გამიგრძელდა. არადა ამ რეპორტაჟში იმდენი წესიერი, ჩემზე საინტერესო, გაცილებით დაუცველი ადამიანის ამბავია, ამ ამბებზე გადავალ. ქვეყნის მიმტაცებლის პატიმრები რუსთაველზე იმ უსამართლობის პირისპირ არიან, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით. ნორმად ქცეული აღვირახსნილობა აქ ყველაზე მეტყველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გზის გადაკეტვის გმირობის ერთგვარი რიტუალის დრო მოდის. თანამედროვე საქართველოს მითები ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც თუნდაც დაკანონებულ უკანონობას არ ურიგდებიან. გორპილები რო დამადეს ბებო, რა სუსტი ხელები ქონიათ, რა ნაზია ჩემი უკვე ჭკნარი ხელები და არ მოგიჭერთ ამასო, არ მოგიჭერთო ბებო, ამ მოჭერას მოვითმენ ოღოს რუსეთს ვერ ვითმენ მე უთხარ. აი მაგალითად 71 წლის დევნილი ღირსეული ქალის თავგადასავალი წკვარა გაგრიდან, რომელსაც თვითონაც დევნილი მოსამართლე ასამართლებს, სახელმწიფო კი 2 ლარს და 55 თეთრს დაულუქავს და მაინც ვერ ჯობნის. ციხიდან გათავისუფლებული და გზის გადაკეტვისთვის დასჯილი აზა ჩალიჩავა ისევ რუსთაველზეა. რო დამიჭირეს 2 მანეთი და 55 კაპეკი ეს იყო ჩემი. მეორე დღეს ვისისხე იქ ქალი იყო მეზობელი სასამართლოშიც იყო. და მასისხა მაგრამ მე ის ფული. მასისხა და იმ ფულით უნდა აი პენსიამდე ასე ვაძლებ და მენდობა მე მაგი. ბინაც კი არ მიგიღიათ. არა, მე კუთვნის არ მაძლებენ. რული ქულაო. არ არიან სახში შემთან მოსული და რატომ ანიჭებენ ამ ქულას არ ვიცი. ვერ შემოდის კაცი კუბოს ადგილი არ ამაქვს რომ მოგდე. ისედაც ჯოჯოხეთ გამოვლილი ქალის საკანი უფრო დიდია ვიდრე მისი სახლი. ვერც ღირსეულ დევნილთა ცხოვრების უფლებებს ვერ მიაღწია. მაინც უშრეთ ძალას ასხივებს და არადა ვიცით რომ მისი ცხოვრება სავსეა ომით, დევნით, შიმშილით, გაჭირვებითა და ახლა კიდევ უფრო მეტი უსამართლობით. ერთი დამახედა ადგილიც ვიცი სადა თუ მივაღწიე თუ ჩავალ იქ იმას ყოველთვის მივცემ პატივს მივაგებ მე იქ რომ მივარ. ვიცი სად არის. არჩილ მუსელიანცმა გამოგიგზავნა წერილი. ქალბატონო აზა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის, რომელი ბრძოლა სამაგალითოა ბევრ ახალგაზრდებისთვის. ჩემთვის ცნობილია თქვენი ცხოვრების დეტალები, რომ თქვენ ცხოვრობდით ოკუპირებულ გაგრაში, თქვენს დედასთან და შვილთან ერთად და საკუთარი ხელით მარხავდით დაცემულ ჯარისკაცებს. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის, თქვენ ხართ ჩვენი დროის გმირი. მადლობა მტკიცე პოზიციისათვის, ჩემი გული და სული თქვენთან არის. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით არჩილ მუსელიანს. დიდი მადლობა. დიდი გული. ბოლო დღეებია საერთოდ სხვა განსაკუთრებული ენერგია ტრიალებს რუსთაველზე. რაღაცნაირი აურა და ატმოსფერო დგას და საკუთარი თვალით თუ არ ნახავ, აღქმა და მოყოლაც თითქმის შეუძლებელია. ჟურნალისტი პირდაპირ ბზერას უსწორებს, მისთვის მიუღებელ ამორალურ კანონს და გზაზე გადადის. ისედაც მთელი ცხოვრება ეროვნულ მოძრაობაშია და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიარა.
ახლაც რუსთაველზეა. ალბათ მომისჯიან და შესაძლებელია ხალხი დამატონ ბორკილები. თუ არა და შეიძლება ვერც დასრულდეს, იმდენი საქმეა გაერთიანებული და საბოლოოდ მაინც ველოდები და საჯელს დამატებენ. სწამს რომ გზის გადაკეტვის აქტი მისი სამშობლოს თავისუფლებაზე გადის და უბრალოდ ვალდებულია. გუშინ გამოხვედით და დღეს ისევ გადაკეტეთ გზა. დიახ. ეს თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა? ეს პრინციპული გადაწყვეტილება კი არა, ეს არის ჩვენი ვალდებულება. პირადად ჩემი ვალდებულებას და ჩვენი ვალდებულებას, რომ ჩვენ არ დავემორჩილოთ უკანონო ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს. ყველაზე თავმდაბალ მოქალაქეებს შორის ლია მუშკუდიანიც არის, რომელიც უკანონო პატიმრობის მერე ისევ რუსთაველზე გვხვდება. არა ბალიში, არა თეთრეული. მე არ ვიცი რომ შემიშვეს, ხო, მე ვიფიქრე რომ ასეც საჭირო თქვა. მაგრამ მე თუ არ მოვითხოვდი ბალიში და თეთრეულს, თვითონ არ მომოეწოდებიათ. კოშმარად მახსოვს რაღაცნაირად, აი თუ გინდა რომ დასაჯო ადამიანი, ხო? აი იქი 1 საათი შეაგდე რა. ეს მუშტი სიჯიუტის ნიშანია მეგონი. თქვენ სიჯიუტი ხალი ხართ. კი. სხვათა შორის აი ეს მუჭი ხონდა ეს სულ და ყველას ვაჩვენებდა. იმასაც რა ქვია, ძალოვნებსაც უშვებოდი ხელს. და ხო იცი ეს რას ნიშნავს თავისუფლებას ნიშნავს. მე მგონი ვერ მიპოვეს, ეხა მიპოვია ყველა მიცის სახელი გვარი ჩავაწერი. ციხის არ გეშინიათ? არა, ციხის არ მის. ბექა აგულაშვილიც მართალი იყო, პოლიციამ ისიც იპოვა. არავის სიამოვნებით არ მედი ციხეში, მაგრამ გარეთაც ციხე არის ახლა ამ წუთას, მთელი ერი არის ოლიგარქის ავადმყოფური წარმოსახვების ტყვეობაში. ამავე უწყვეტ ჯაჭვში ნახავთ პოეტ პაატა შამუგიასაც, რომელმაც თქვა, ახლა ჩემი ჯერია. ბავშვობიდან გამზარდა თავისუფალ ადამიანად. და ვერცერთი კანონი ვერ შემიზღუდავს თავისუფლებას. მოუქცევი ისე, როგორც ჩემი თავისუფლება და ჩემი გული მიკარნახებს. გამზირს სხვა მოქალაქეებთან ერთად სახის დაუფარავად ახალგაზრდა სტუდენტიც კეტავს და ცხადია, იცის რა ელოდება. აი მითები და საგმირო ლიტერატურული ამბები ხომ ვახსენე, ამ ქალის ამბავიც გამოდგება. რუსუდან კობახიძეც მისთვის უზნეო კანონის აღსრულების წინააღმდეგია და გზის შუაგულში დგას. ასე არ არის, რომ მაგათ გაუვიდეთ ეს კანონები. არ გაუვათ. თურმე მთელი ამ დროის მანძილზე რუსთაველზე ჩვენ შორის არის ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილის მრავალშვილიანი ოჯახიც. არც აქამდე გვინახავს, როგორ აკავებს სისტემა ერთი ოჯახიდან 4 წევრს ერთდროულად და სრულიად აუღელველად. არც გურამ წიბახაშვილი მოგეჩვენებათ განსაკუთრებით აღელვებული ამ ამბით. სიმბოლურია, რომ მისი ოჯახის პატიმრობა მის პერსონალურ გამოფენას ემთხვევა. ექსპოზიციის გახსნაზე იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ხელოვანი ელოდა. ძალიან უცნაურია რა, რომ ერთ დღეში რომ ცოლიციხიდან გამოდის, გამოფენას რო აკეთებ, ამდენ ხალხს რო ნახულობ, ამდენ კეთილსურველს და რო ხვდები, რომ რამდენი კარგი ხალხი არსებობს და ეს გამოფენა არის ხალხზე და ეს გამოფენა არის ადამიანურ ღირებულებებზე. მისი მეუღლე პროფესიით მასწავლებელი გამოფენაზე ჯერ არ მოსულა. რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს. იზოლატორში სახლის გასაღები დაუკარგავს და ამიტომ აგვიანებს. მანანა ჯავაშვილიც მოვიდა. გასულ ღამეს დაკავებულ ქალს შესასვლელში ველოდით. ყოველ წუთში გამოხვალ ოთახიდან და დაგათვალიერო, თუმცა იქამდე ყველაფერი გახდილი, გაგდა ყველაფერი დათვალიერებული. შემოხვალ ოთახში ისევ დაგათვალიერებენ და ასე. თუმცა იქაც როცა გადიხარ, იქაც ერთი წუთი არ გტოვებენ მარტოს. ისეთი უცნაური რამეა ვერ წარმოვიდგინე. ერთი ღამე ვერ ვიყავით ერთად და ძალიან მოიწყინეთ? ისი რა, არასასიამოვნო იყო რა. არასასიამოვნო იყო და მაგრამ არაფერი, ეს არის ცხოვრება, ეს არის ასვლა, რაც ქვია გამოფენას და ნელა ეს არის გამოცდილება, რომელიც მაღლა და მაღლა ავყავართ. სანამ მათივე თქმით არ იყოს დახელფასებული ოცნება პირბადეებს, დევნილის ანგარიშებს ლუქავს, მოქალაქეებზე ძალადობს და არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე ასამართლებს, მანამდე ჩვენს თვალწინ სიმბოლოებით გაჯერებული ნამდვილი თანამედროვე ნოველები იშლება, რომელსაც იმედია რუსთაველზე თუ არა ეკრანიდან მაინც უყურებთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაკავების კადრებიც ნახეთ. მე საბედნიეროდ თავისუფალი ვარ. თქვენ კი იფიქრეთ იმაზე, ქვეყნის თავისუფლებას რა ვუყოთ.